იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მე-7. გილოცავთ შენ და დედა ანას ქრისტეშობის დიდდღესასწაულს და ახალ წელს. შენ მადლობელი ხარ საკუთარი კუთხისა და მიწის პატარა ნაკვეთისათვის. მადლობა შესწირე უფალს, რომელიც განაგებს ყოველი კაცის ცხოვრებას. კარგია, რომ ბინას არ ემონტებ, მაგრამ მაინც და მაინც ნუ გადაიღლი თავს. თუ რემონტის ფული დაგჭირდა, მაგალითად ფიცრების, აგურის, ცემენტის სასყიდლად და ასე შემდეგ, შემატყობინე და მაშინვე გამოგიგზავნი. თლად დანგრევამდე ნუ მიუშვებ სახლს. დროზე უნდა შეაკეთო, თორემ მერე თუ დრო გამოგეპარა, უარესი იქნება, თან სიცივეებიც მოგისწრებს. თავს ნუ შეაკლავს საქმეს, მუშები დაიქირავე. შენ კარგად იცი, რა იწინასწარმეტყველეს ძველმა მამებმა ჩვენი დროის შესახებ. ითქვა, რომ ბოლო ჟამს ადამიანები სარწმუნოებით, მწუხარებებისა და სნეულების მოთმენით სინანულით ცხონდებიან. საქმეები ჩვენ არ გაგვაჩნია. ყოველთვის და ყველაფერში ვარღვევთ ქრისტეს მცნებებს. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, შევინანოთ, მოვითმინოთ და გვწამდეს, რომ უფალი იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა მოძიება ცხოვრება წარწმედულისა, გვაცხოვნებს ჩვენც, მისდამი მოტევებისა და ცხონების მვედრებელთ. ეს მტკიცედ უნდა გვწამდეს, ვინც საკუთარ საქმეებზე ამყარებს სასუებას, ის თავის სახლს ქვიშაზე აშენებს. კაცთა ცხონება ღვთის წყალობის საქმეა, ნიჭი ღვთისა დაცემული კაცობრიობისადმი, რომლემაც იწამა ქრისტე. შეიგნო თავისი წარწყბედა და მეზვერის მსგავსად ღაღადებს. ღმერთო, მილხინე ცოდვილს აბას. კაცობრიվ საქმეებზე უფალმა იესო ქრისტემ თქვა, ოდესკოთ ბრძანებული თქვენ და თქვით, ვითარმედ მონანი ვარ უხმარნი, რომელითანა გვედვა ყოფად ვყავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთის მონანი და მისი ქმნილნი მოვალე ვართ ღვთის ნება თავიდან ბოლომდე შევასრულოთ, ანუ მისი ყველა მცნება დავიცვათ. ხოლო შევა თუ არა ღვთის სასუფეველში, თუნდაც ის ადამიანი, ვინც ყველა მცნებას შეასრულებს, მხოლოდ ღვთის მოწყალებაზეა დამოკიდებული. უფალს წყალობისაკენ მოდრეგს არა ჩვენი საქმეები, არამედ სიმდაბლე. სიკვდილის შიში, ისევე როგორც სიკვდილისათვის მომზადება. საჭიროა, მაგრამ სასოწარკვეთილებასა და მოწყინებაში ჩავარდნა ეშმაკის საქმეა. უფალმა გვიბრძანა, რომ მუდამსად ვიყოთ სიკვდილისათვის. ამიტომ სიზმრები, რომლებიც სასოწარკვეთილებასა და მოწყინებას შობენ ჩვენში, ეშმაკისგანაა. ღმერთისაგან მომავალი სიზმრები გულს მობიერებას ანიჭებენ, გვამდაბლებენ, განამტკიცებენ სასუებას მაცხოვრისადმი, რომელიც მოვიდა სოფლად და იტბირთა ჯვარი წარწმედილთა და არა მართალთა. ვინც თავს შეცდომით ღვთის სასუფეველის ღირსად მიიჩნევს საცხოვნებლად. ესენი არიან ამპარდავადნი, ცრუ მართალნი. ყველა წმინდანი თავს დიდ ცოდვილად აღიარებდა. ყოველივე ეს თავადად ჩვენივრად იცი, მე მხოლოდ გაგვით შეგახსენებ. გულის სიტყვა, რომელიც კარნახობს, რომ ყველაფერი დაარიგო და სარჩოს მოპოვებისათვის არ იშრომო, ეშმაკისგანა. რაც შეგიძლია იშრომე, მაგრამ სასუება უფალზე დაამყარე, რომელიც მთელ ქვეყნიერებას ასაზრდოებს. ის, ვინც სარწმუნოებით, ცნებების ძალისამებრ შესრულებით და სინანულით შეუდგება ქრისტეს, სიკვდილის შემდეგაც ქრისტესთან ერთად იქნება, რომელი მოვიდეს ჩემ და არა განვაძო გარე, აი, უწყება ყველასათვის.
ქრისტიანს არ აქვს სასოწარკვეთილებაში ჩავარდის მიზეზი. სპეციალური უწყება კი ღვთის განსაკუთრებული განგებულებით ეძლევა კაცს. ოღონდ ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება. მშვიდობით და განსვენებით იყავი.